გამარჯობათ. ყველა პატიოსან ადამიანს მოგესალმებით. გავაგრძელოთ რა ჩვენი ისტორიები თუ შეიძლება თქვენი ძალიან ბევრი წერს რომ რატო არ აგრძელებ. 2000 წელია ახალი განთავისუფლებული ვარ. ხო და სასული ვარ სამუშაოდ მე და ერთი ჩემი პადელნიკი აცხონოს გამჩენმა ტრისტანა. აი ბიჭი, მაგარი პატიოსანი ბიჭი იყო. უპატიოსნესი კაცი. საწყალი. მაგარი გული დამწვიტა მაგის გარდაცვალებამ. მე და მაგი წასული ვართ სამუშაოდ. ხინკებში ახალი გაიხსნა იკეა ახალი გახსნილია და ჯერ კიდევ გაგებაში არა ხალხი რა ხდება ამ იკეაში და წავედით სამუშაოდ მე და ტრისტანა. შევედით და იქ შედიხარ ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან გამოდიხარ და სანამ მეორე მხარის გამოსავალთან გახვალ უნდა ჩახვიდე ასე და იქ ზემოთ მეორე სართულზე სანამ ჩახვალ რესტორნები იყო რა იქ კაფე რესტორნები ასე კაფე იყო რა კაფეები ნუ როგორც თვითონ ახლა რესტორანი არა მაგრამ კაფეები და როიცოდეთ ამ იკეაში მოაწვა ხალხმა და ყველას აქვს ქეში ფული არავის იმ დროს ახლა 2000 წელი იყო კარტოჩკები იმდენად არ იყო ხო და ყველას ქეში აქვს. დავდივარ და გავხედე ერთი მაგარი ლამაზი ქალი მიდის ჩემ წინ. მაგარი ლამაზი ქალი. მე ვიყავი მაშინ 25 წლის. და ეს ქალი იქნებოდა 40 წლის. მაშინ. რა 40 40-41 დაჟე. მაგრამ შეხედავ, ქალია დახატული, ანგელოზივით მოვლილი ქალი. ხონა. რატომღაც ახალგაზრდა რო ვიყავი, რაღაცნაირად ქალები უფრო მზიდავდა ეს ჩემზე უფროსი ქალები. უფროსი გააჩნია ხო? ნუ აღა 25 წლის რო ხარ 40 წლის რუსი მოვლილი ქალი, უკრაინელი მოვლილი ქალი ბოდიში და ძალიან კარგად გამოიყურებიან. და ტრისტანას ვეუბნები. ტრისტანა სიმპათიური ბიჭი იყო. მაღალი ხუჭუჭი თმები ქონდა და სიმპათიური ბიჭი იყო. ტრისტანა მე ვუთხარი მიდი ერთი გეიცანი ეკალი მე ვუთხარი გაფიცებ ყველაფერს მიდი გეიცანი და თუ წამევიდა ბაზარზე და დეგელაპარაკა ყავაზე დაპაიჯე და მე მოვალ. Хорошо, ტრისტანა არა პრობლემაო. გოდა მივიდა ტრისტანა მე ახლა გვერდზე ვარ იქით და ებაზრება რაცხას. ამანუდი მან გოუცინა იქით აქეთ რაცხა იქით აქეთ და მე ამ დროს მივედი და გამარჯობათ რაცხას მე ვუთხარი წამომძანდით მე ვუთხარი ყავა დავლიოთ თუ შეიძლება თქო. მონა დავჯექით ყავის დასალევად ყავას ვსვავთ ახლა იქ ამ კაფეში და დამიჯდა ბიჭო უკან ცოლ-ქმარი სუქნები არიან ასე მაგარი ჩაკუნტულებული ხალხია ცოლ-ქმარი. ხო და ამ ქალმა უკან გადაკიდა სუმკა მის საზურგელზე. ხო და მე ჩემი არა და
ზამთარი იყო. ხო და მე კურტკა თუ რაღაცა მეცვა, პალტო მეცვა თუ რაღაცა და ის გადავკიდე ჩემ სკამზე. ხო და კი ჩამოუფარე მაგის იქ და ჩემი პალტოდან შევედი ამ ქალის სუმკაში და რავაც შევედი სუმკაში და მომყვა ხელში საფულე ძლივს ამევიღე იქიდან. იმ ხელა საფულე იყო, ქალის დიდი საფულე ძლივს ამოვკაჩე და მაშინ საფულეებს მიმქონდა საფულეები და მივდიოდი. ამოუღე ეს საფულე. ხო და ქრისტიანა მიხვდა რომ ამოუღე და მეუნება აქო კაი ქართული რესტორანიაო და წავიდეთ იქო დავждეთო ვივახშმოთო ნუ პაუჟენაემო. ხო და ამ კალმა სანამ რაღაცა ლაპარაკში ვიყავით მეო დეიდაო ჩემი დეიდაო ცხოვრობსო საქართველოშიო მისი ბალკონიდან ქუთაისი ჩანაო ღამეო. ვაიმე დედა ტრისტანეუნება საადო ვანიო გავდევირიე ტრისტანამ მე ვარ ვანელიო ვანელი ვარო მეო ტრისტანე სულორელი იყო ვანელი ვარო მეო კაცო რა ხო და თურმე ამ ქალის დეიდა გათხოვილია ომი რო დამთავრდა და იგი და იგი ქართველ კაცს გაყვა ვანილს და აი ვანილმა კაცმა მოგიდა ყელი და აი ქალი იყო დეიდამისი და წეიყვანას ვანში და კიცხოვრობენ იქანე თურმე ცხოვრობდნენ იქალი იქანე მოგდა და იქანე დამარხენ ვანში კაცო. ხო და აგერ ახლა 1-4 წლის უკან მოგდა იქალი საწყალი აცხონოს გამჩენმა. ხო და აი და ახლა რო ქართველები იგი კაიათ ნაშენი ეკეთ ნუ გვენდო ამ ქალმა და ტრისტანამ წევიდეთო იქანე ქართულ რესტორანში და ამ დროს აღა აი საფულემა გამოღებული და უნდა დავტყდეთ აქედან აქანე გაჩერება არ შეიძლება კი ამოუღე და კი დაუკეტე იგი რა ქვია სუმკა წოუკეტე გეიგე ვერ ხედავს და ზილარიან აწყას ჭამენ და გვაქვს დრო ავდგეთ და გევიდეთ. ხო და ავდექით ჩევედით გევედით იქანა მანქანა სადაც გვეყენა ჩავჯექით მანქანაში და წევედით ეკალი ჩვენთან ერთად მოდის. ხო და ტრისტანე რულზეზის და ეკალი წინ დავაჭინე მე უკან დავჯექი მე თქვი ნახო რა აი რა ამევიღე ამ საფულედან თქო და გავხსენი საფულე და შენ შემეგევლე რუსული პულით დოლარით შენ შემეგევლე რა კაი კუში წამევიღეთ. ხო და ტრისტანას ვეუბნები ტრისტანა დააჭირე პიტაპირ მეუთხარი გავრეკო ზალატოე რუნოში. ზალატოე რუნო ვანელს ჰქონდა ერთი რესტორანი მოსკოვში სადოვნიჩესკაიაზე მურთაზი ქვიოდა მურთაზი იმ კაცს მაგარი კაი კაცი იყო ისე ვაშკაც პატიოსანი კაცი იყო და გავრეკეთ იმასთან რესტორანში. აღა ფული გვაქვს ყველაფერი და ამ ქალს მინდა პატივი უცეთ დემევას და სასწაულად ეკალი მაგარი ქალია. მაგრამ აღა მეც ხედავ ლაპარაკში და რო კომპლიმენტები იგენი აგენი ხო ჩემსკენაც გეიგე კარგად მელაპარაკება მაგრამ რა ვიცი შეიძლება ტრისტანი მეეწონა აღა გეიგე მაგრამ ტრისტანიას სრაზუ ვათქმევიე ცოლი ყავს მე უთხარი ჩოურტის ტრისტანიაზე არ გიხედოს ტრისტანიასკენ. ხო და ცოლი ყავს მე უთხარი მაგას თქო ახალი მოყვანილი ხო და არაჩე გოუბერე წევით შევით აი ზალატოე რუნოში. ხო და დააჩენ მეორე სერიაში გეყუტუნეთ სულში. აცი ყოველდღე გამოუშვებ ვიდეოებს.